ჩვენ მაყურებელმა იცის რომ ჩვენ მქონდა პარტიის რეგისტრირების განაცხადი შეტანილი იყო ვადა მაქსიმალური ვადა იყო 1 თვე ერთი თვის ვადაში უნდა პასუხი დაებრუნებინათ ხო ბოლო დღეებამდე გაიწელა ამ პასუხის დაბრუნება ერთი დღით ადრე ბოლო დღის ერთი დღით ადრე ეგეთი პასუხი გამოქვეყნდა რომ უარი ეთქვა ჩვენს რეგისტრაციის გაგრძელებას. ანუ შეაჩერეს რეგისტრაციის პროცესი. და მიზეზები, რომელიც ჩამოთვლილია შეჩერების მიზეზად არის იმდენად პრიმიტიულად გასაგები, რომ სისულელეა და უბრალოდ ყველანაირად მცდელობაა, რომ რაღაცა გამოიგონონ მიზეზი, უბრალოდ გამოიგონონ ცარიელზე რაღაც მიზეზი, რომ შეგვაჩერონ, ეს ყველაფერი ჩანს ძალიან მარტივი, უბრალოდ დაკვირვებით რა მიზეზებით შეგვიჩერეს, უბრალოდ რომ მაგალითსაც მოვიყვანთ დღევანდელ გადაცემაში და აქ თავარი ის არის, ანუ მოკლეში ნარსი ის არის, რომ ჩვენს მიმართ ის დამოკიდებულება, რაც არჩევნებამდე იყო და არჩევნების მერეც შეიძლება ვიღაცა სხვანაირი მოლოდინი ქონდა, ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, გრძელდება ფაქტია ყველაფერი, ანუ თავარი შეტევის ადრესატი ხელისუფლების მხრიდან ყველაზე არასამართლიანი და ყველაზე უკანონო მიდგომა სწორედ ჩვენთან მიმართებაში ხდება, ეს არის ფაქტი. მოდით ახლა ჩვენ რა ვქნათ იცი, აი ჩვენს მაყურებელს ყველა ფაქტობრივი გარემოება მოუყვეთ, აი კონკრეტულად რა სახის ხარვეზია საუბარი, ეგეც ავუხსნათ, ანუ ხელისუფლებამ და საჯარო რეესტრმა უარი კი არ გვითხრა, ანუ პირდაპირ უარს ვერ გვეუბნებიან, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი იურიდიული საფუძველი. და უბრალოდ დროებით შეაჩერა და გვითხრეს რომ გვაქვს 10 დღიანი ვადა იმისთვის რომ ყველა ეს ხარვეზი გამოვასწოროთ და კვლავ შევიტანოთ ეს გამოსწორებული ასე თქვათ ჩვენი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში. მოდით ახლა ავწეროთ რა ხარვეზებზეა საუბარი. ანუ მანდ უნდა რატო არ გვარეგისტრირებენ? ანუ სურათი იყო შემდეგი, თქვენ გახსოვთ ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა, მანამდე ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ იმაზე, რომ არანაირი იურიდიული საშუალება არ არსებულიყო და ვთქვით, რომ იმისთვის, რომ არანაირი მოდავების იურიდიული საშუალება არ ქონდათ, პირდაპირ მათ შორის წესდება ავიღეთ ოცნების, იქ შევცვალეთ იდეოლოგიური შინაარსი, მხოლოდ შევცვალეთ დასახელება, დანარჩენია ყველა კანონით გათვალისწინებული პუნქტი რამეში რო ვერ მოგდავებოდნენ, გადავიტანეთ იგივე და ყველა დეტალი გავთვალეთ ისე რომ უბრალოდ მოდავებას არ დაქვემდებარებოდა. ერთი თვე იქექეს აი ჩვენ საბუთებში უტრიალეს და რაღაცის მოძებნას სცადეს და ერთი დღე რო აკლდა თვის დასრულებას 3 პრეტენზია გამოაქვეყნეს გიჟური, აბსურდული, სრულიად და იდიოტური და თითიდან გამოწოვილი 3 პრეტენზია გამოაქვეყნეს და დაურთეს. ხარვეს გიქვეყნებთ, გიჩერებთ დროებით წარმოებას და გაძლევთ 10 დღიან ვადას იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გამოსწოროთ, რომლების გამოსწორებაც საჭიროებს ახალ ყრილობას და მათი მოლოდინი არის, რომ აქ რაღაცა იმედების გადაწურვა, მათ შორის ყრილობა ფინანსებთან არის დაკავშირებული, ერთი ხალხი ჩამოდის, მერე თვითონ ნოტარიუსის მომსახურება, იურიდიული მომსახურება ფინანსებთან არის დაკავშირებული. მთელი ეს საქმიანობა და 300 ზუსტად 300 ხო არ შეკრებს, 300-ზე მეტი უნდა შეიკრიბო, 400 ვთქვათ, ხო? ან მეტი. იმისთვის რომ ვიღაცა შეიძლება დახარვესდეს ვიღაცის მონაცემები და აი ეს ვერ მოასწრო დროზე, რაღაც მათ შორის დროც გაიწელოს. თვითონ ეს ყრილობა დაახლოებით ფინანსურად რამდენი ჯდება? თვითონ ყრილობა და ყრილობის ფასი არის დაახლოებით დაგვიჯდა
4000 ლარს ზემოთ. იურიდიული მომსახურება, სხვა მათ შორის ტრანსპორტირება და ასე შემდეგ. ხო, ხალხი მოდის და ყველაფერი ერთად 5000 ლარამდე დაგვიჯდა წინაყრილობა. იმისთვის რომ არაფერში არ დაგახარვეზონ და ყველაფერი დეტალურად გავლილი იყოს იურიდიულად, ეს ფასიჯდება რეალურად და ერთი მაღაზი მიზერია რა. ეგ ერთი ჩვენთვის ახლა ჩვენთვის ეგ არ არის. არა, მიზერი არის როგორი კუთხით, იცი, ანუ ჩვენ ბევრ რაღაცაზე, რაზეც ხასხვები თანხებს ხარჯავენ, ანუ პარტიის ყრილობის კუთხით, ხო? ანუ ჩვენ არ ხარჯავთ მაგას. ჩვენთვის ეგ ხო, მაგრამ ჩვენთვის ეგ თანხაა, მნიშვნელოვანი თანხაა, ეგ არ არის მარტივი რაღაცა, ხო? მაგრამ გათვლა არის ახლა მაგაზე. უიმედობა დანერგონ, ფინანსური დამატებითი წნეხი გააჩინონ ჩვენზე, ხარჯი გაგიჩინონ და დამატებით დაგიმატონ ის ფაქტორი, რომ ხალხს უიმედობა ვერ მოასწრო, ახალი ყრილობა იქნებ ვერ მოასწრო, მაგდენი ხალხის შეკრება და ასე შემდეგ. ანუ ეხა სურათი 10 დღე სათვლა როდის დაიწყო? გუშინ დაიწყო, ანუ დღეს 9 დღე დაგვრჩა იმისთვის, რომ ყრილობა ჩავატარო, თავიდან ყველაფერი გავუკრიბოთ და შევიტანოთ. მაგის იმედი აქვს, რომ ხა მაგებს ამებს ვერ მოვსწრე. ეხა პრეტენზიები სამაც იქექეს, ყველაფერი გადაკექეს საბუთებში, სამი ჭყალებში პრეტენზია გამოდის. პირველი პრეტენზია იყო, რომ თქვენ აი ეს ნოტარიუსის მიერ შედგენილ დოკუმენტებში ტერმინი ხალხის სამასკაციანი ხალხის ჯგუფის ნაცვლად რამდენიმე ადგილზე გამოყენებული აქვს დელეგატები არ უნდა დელეგატი მაგას ოღონდ ყველა იურისტ ვისაც ვკითხეთ ყველა იყენებს ხოლმე და ამ იურისტსაც არაერთი პარტია აქვს დარეგისტრირებული, სხვა იურისტებსაც ვისაც პარტია აქვს დარეგისტრირებული, ყველა იყენებს დელეგატებს, დელეგატი მაგას ნიშნავს, მაგრამ დელეგატი არ უნდა გამოგიყენებინათო, უნდა ჩაგეწერათ სამასკაციანი ხალხის ჯგუფი. ეს იყო ერთი პრეტენზია. მეორე პრეტენზია იყო, რომ პარტიის დოკუმენტაციაში პარტიის ტელეფონის ნომრად მიუთითეთ ჩემი ტელეფონის ნომერი, რაზეც წერილობითი თანხმობა დავწერო თანახმავა, რომ ჩემი ტელეფონის ნომერი პარტიამ გამოიყენოს პარტიის ტელეფონის ნომრად და დაურთე ეს დოკუმენტაცია და მეორე პრეტენზია იყო, რომ შენი ტელეფონი რომ შენია, მაგის დამადასტურებელი საბუთი წადიხა და სატელეფონო კომპანიიდან აიღე. ო, რატო არ მოიტანე და ეგ, რავი, რამდენი იურისტთან მქონდა კონსულტაცია, ყველა საბუთები შევკრიბეთ და არავის არ მოსვლი ახლა აზრად, რომ ჩემი ტელეფონი, რომელსაც წლების განმავლობაში და აი ყველგან, სადაც კი დაფიქსირებულია, ყველა სამსახურში რეესტრი, სადაც კი გაფორმებული ყოფილი ვარ, ყველგან რო ეგ ტელეფონი მითითებული, აი ეგ რო შენია, ეგ საბუთიც უნდა მიგეტანა. ეს იყო მეორე პრეტენზია და მესამე პრეტენზია იყო შემდეგი. ბეჭდის ესკიზი, პარტიის ბეჭდის ესკიზი, რომელიც შევადგინეთ, როცა შექონდა აი პარტიას ხო ჭირდება ბეჭედი და ამის ვიზუალი უნდა შექმნა, მოთხოვნა თუ ბეჭედი გაქვს, მაშინ შექმენი ვიზუალი, შევქმნით ვიზუალი და ამის აღწერა უნდა დაურთო პარტიის წესდებას. ეს აღწერა როგორი ფორმულირებითაც არის გაკეთებული, არ ემთხვევა, კარგად არ ასახავს ბეჭდის ესკიზში არსებულ ვიზუალს. ოღონდ მთელი საინტერესო ფაქტორი რა არის, ეთყობა იქ განხილვის დროს მაგდენს ვერ მიხვდე რომ შეემოწმებინეთ. ჩვენ სპეციალურად ჩვენი პარტიის ბეჭდის ესკიზი ავიღეთ და ზუსტად ქართული ოცნების ბეჭედი როგორიც არის, როგორ ვიზუალისაც არის, ზუსტად მასეთი ბეჭედი შევქმნით, უბრალოდ განსხვავებით იქ ბეჭედში წარწერა ქართული ოცნება და ცენტრში არსებული ქართული ოცნების ლოგო ჩავანაცვლეთ წარწერით კონსერვატორების საქართველოსთვის და ცენტრში არსებული ჩვენი ლოგოთი. აი ეგ განსხვავება იყო, თორე აღწერილობა არის იდენტური. შეგვიძლია ვაჩვენოთ. ეს ეხლა თქვენ ხედავთ ეკრანზე. ეს არის ქართული ოცნების ლოგო, როგორ გამოიყურება. და აღწერაც დავიკითხე. ხო, აი ეს არის ქართული ოცნების ლოგო, რომლის აღწერასაც უბრალოდ წავიკითხავ, რომ იცოდეთ, როგორი აღწერა აქვს წესდებაში თვითონ ქართულ ოცნებას საკუთარი ლოგოსი. თიწამი. პარტიას აქვს მელნიანი ლურჯი ბეჭედი, რომელიც არის მრგვალი ფორმის, მის ცენტრში გამოსახულია პარტიის ლოგო, ხოლო ირგვლივ წრიულად ორ რიგად დატანილია პარტიის სრული სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს არის
ქართული ოცნების ლოგო და ქართული ოცნების წესდებაში არსებული ლოგო კი არა, ბეჭედი და წესდებაში არსებული ბეჭედის აღწერა. ეხლა ჩვენ შევქმნით ეს გავთიშოთ ეკრანზე. ჩვენი ბეჭედი გავაკეთეთ ზუსტი ანალოგი ქართული ოცნების ბეჭედის. სხვა პროგრამაში გავხსნათ Paint-ში რო არ იყოს უფრო გასაგები, ასე ვთქვათ, ვიზუალზე იქნება. არა, ეხ შენ ჩვენ სხვა Windows-ი გადაგვიყენეს წინა გადაცემის შემდეგ და Paint-ის მერე არაფერი არ აქვს. გასაგები აღარ ვერები. ჩვენ ბოდიში. ხო მაგარი ტექნიკური ჯგუფ იყოს, ან გადაცემა რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა უნდა ავხსნათ, ხო, აი ესე ხვდებით. კარგი, ნუ მაინც გავქაჩავთ, ხო და? კაი. ესე იგი, ეს არის ესკიზი, რომელიც ჩავაბარეთ. ჩვენი ლოგო, ან ზუსტად წრიულად ხედავთ აგერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კონსერვატორები საქართველოსთვის წრიულად არის გაკეთებული, გარშემო ქვემოთ არის ნულების სახით, რადგან ჯერ არ გვაქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, მაგრამ იმიტომ რომ თუ არ დაგვარეგისტრირეს, არ გვექნება ნომერი, აბა საიდან გვაქვს ნომერი თუ არ მაგრამ მივაწერეთ, რომ აი ამ ადგილზე განთავსდება საიდენტიფიკაციო კოდი და ცენტრში არის კონსერვატორები საქართველოსთვის ჯვრებით გამოყოფილი, ეს არის ჩვენი პარტიის ლოგო, ცენტრში არის მითითებული. ეხლა ჩვენი პარტიის აღწერი ბეჭედის აღწერას დააბრუნოთ კადრში. ჩვენი პარტიის ბეჭედის აღწერას გათიშეთ ეს კადრი. ჩვენი პარტიის ბეჭედის აღწერას წაგიტყოთ. პარტიას აქვს მელნიანი ლურჯი ბეჭედი, რომელიც არის მრგვალი ფორმის, ცენტრში გამოსახულია პარტიის ლოგო, ხოლო ირგვლივ წრიულად ორ რიგად დატანილია პარტიის სრული სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი. ანუ ზუსტი სიტყვით გამეორება ოცნების ბეჭედის აღწერის, ანუ ერთი სიტყვა არ შეგვიცვლია. როგორც უწერია ზუსტად ისეთივე ბეჭედი ოცნებას აღწერილი აქვს საკუთარ წესდებაში, ზუსტად ეგრევე სიტყვით აღწერეთ და ესკიზიც ესეთია და ამაზე მოგვივიდა ხალხო ხარვეზი, რომ თქვენ ბეჭედი როგორი ვიზუალისაც გააქვს, ეგ ვიზუალი არ შეესაბამება თქვენ მიერ წარმოდგენილ აღწერასთან. ანუ უბრალოდ რა არის, იცით? რა უნდა გააკეთო გაუგებარი ხდება. აი რანაირად უნდა აღწერო, ოცნება მაგწერა და დაუდასტურეს. ანუ ოცნებას იგივე მიდგომით, იგივე ვიზუალური ესკიზით და იგივე აღწერით რატომღაც გაუტარდა, დაარეგისტრირეს და ჩვენც რო იგივე აი მიახლოებული აღწერა, მიახლოებული ესკიზი რო გავაკეთეთ, რომ შეგნებულად გავაკეთეთ, რომ ოცნებიდან დავაკოპირეთ, ჩვენ შემთხვევაში თურმე არ შეესაბამება ეს აღწერა, ესკიზი და ამიტომ დაგვიხარვეზეს. აი მან არ ეხა კითხვა. თითიდან გამოწვეული მიზეზია ყველანი ხდებით ამას. აი ბევრი მაგალითად ადრე პარტია რო გაგვიუქმეს. როგორ რაღაცებს გვიწერდა ხოლმე ისი რომ თქვენი ბრალი იქნება, თქვენ წესდების წერა არ იცით რა. ეგ ხელისუფლება ეგრე არ იქცევა, თქვენი ბრალი იქნება რა. აი მაგ ხალხს მინდა ვკითხო რა, აი ოცნების რაც იყო უბრალოდ დავაკოპირეთ. ანუ ლოგო შევცვალეთ ჩვენი ლოგოთი, დასახელება შევცვალეთ ჩვენი დასახელებით. დანარჩენი ფერი, ზომა, პროპორციები, შრიფტიც მე მგონი, რა ვიცი, მე მგონი Team New Roman-ით არის მე მგონი ორივე გაკეთებული, არ ვიცი. ყველაფერი იდენტურია. რატო იცი? ანუ ხვდებოდით რომ ესენი რაღაცა ეგეთ სისულელეზე მოგვედავებოდნენ. მაგალითად, აი ლოგო რატო არის ხალხო ესეთი პრიმიტიული რა, რო იცოდეთ. იმიტომ კი არა რომ რაღაც დიზაინს ვერ ვაკეთებთ, ან რამე ლამაზ მას ვერ გავაკეთებდით პარტიის ლოგოს. ერთადერთი მიზეზი არის რა, აი კიდე ერთხელ რო გავხსნა რა. აი ცენტრში მაგალითად აქ რაც არის, აი რო გამოიტანოთ რა. აი ეგ ცენტრში რაც არის, კონსერვატორები საქართველოსთვის და ორი პატარა ჯვარი. ეგ რატო არის ეგრე ისეთ? აი აღწერილობას რომ მოგთხოვდნენ თეთრ ფურცელზე შავად დავწერეთ, იმიტომ რომ როგორ რაღაც არ ეკნათ, იცი რომ ფერის გრადიენტი არ შეესაბამება.
თქვენ რო აღწერეთ რაღაცა ოვალური ფორმა, მან სინამდვილეში არის რაღაცა მრავალწახნაგოვანი, აი რაღაცა ეგეთი სისულელებში ბოდიალი რო არ დაეწყოთ, თუ რამე არსებობდა პრიმიტიული ვარიანტი, თეთრზე შავი, ხო არის გამოთქმაც არის, შავით თეთრზე წერია, ხო არის ეგეთ გამოთქმა, აი შავით თეთრზე დავწერეთ კონსერვატორები, საქართველოსთვის მორჩა, რომ აი ვერ მოგვედაო. აი რო აჩვენოთ, აი ეს არის ჩვენი ლოგო. აი სპეციალურად ხვანაირი, აი ვიჯექით ხალხო, გეუბნებით რა, ამაზე ვიჯექით და ვფიქრობდით ყველა დეტალზე, ლოგო როგორი იყოს, ბეჭედი როგორი იყოს, როგორ მოხერხდეს დაკოპირება ისე ოცნებიდან, რომ ოცნება ვერ მოგვედაოს. გუშინ აი ერთ-ერთი ჩვენიანი მწერდა თავის გვერდზე რომ გააზიარა ჩვენი დახარვეზების ფაქტის შესახებ ინფორმაცია. კომენტარში მიწერენო, აი ოცნების მხარდამჭერების, აი ესეთი გამპრავებლები რო არიან, აი უბრალოდ უნამუსობა წარმოიდგინე რა, რომ ასეთი გამპრავებლების უნამუსობა კომენტარში დამიწერესო, თუ შეიძლება ჩააგდეთ თქვენი წესდება და ოცნების წესდება, უნდა შევადარო რაში აცდითო და ხალხო წესდებაში ვერ აგვაცილეს. წესდებაში ვერ აგვაცილეს ვერაფერი, წესდება ვერ დაგვიხარვეზეს, დაგვიხარვეზეს ერთი გვითხრეს, რომ ნოტარიუსის მიერ შედგენილ მონაცემში დელეგატის სიტყვა რო იყო გამოყენებული, ეგ არ შეიძლება უნდა ყოფილიყო 300 კაციანი ხალხის ჯგუფიო. ოღონდ ყველა პარტია დელეგატს იყენებს, მაგრამ თქვენ და იგივე ნოტარიუს არაერთი პარტია აქვს დარეგისტრირებული და როგორ ფორმულირებებიც გამოყენებული ქონია, ისგივე გამოიყენა და ამ შემთხვევაში მოედავენ. მეორე, შენი ნომერი, ჩემი პირადი ნომერი, წლები, რა ვიცი, სულ რა ნომერიც მაქვს. და რომელსაც შენ დაწერე, რომ თანახმავა რომ ეს ჩემი ნომერი გამოყენებული იქნას პარტიის ნომრად, მაგას გეუბნებიან, რომ წად დამიმტკიცე რომ შენი ნომერი რომ შენია დამიმტკიცეო, ეგ მეორე და მესამე ასლი გავაკეთეთ ოცნების ბეჭდის და აღწერის ასლი კოპი პეისტი გავაკეთეთ აღწერის და ეგ აღწერა ამ ბეჭედს არ აღწერსო გვითხრეს იმაზე რაც ოცნების შემთხვევაში თურმე აღწერს ხო და აქ ხალხო აქ ვიღაცა ოცნების გამპრავებელი რომ თავს გამოიშტერებს აი თავს რომ გამოიშტერებს არ ვიცი მე როგორი რაღაცა იცი ეს როგორი საბაბი არის ბოდიში შეგაწყვეტინებ რა ეგეთი ხუმრობა დადიოდა ხოლმე 90-იანებში რა მაშინ ხო იყო ხოლმე ქუჩაში რომ ვიღაცა ჯიბგირები აჩერებდნენ ადამიანებს და რაღაცა შარზე უნდა წარმოეკიდათ უნდა იცემათ და ან ტელეფონი წაერთმიათ ან რაღაცა ტანსაცმელი გაიხადათ და ასე შემდეგ ხო და მაშინ იყო აი ეგეთი ხუმრობა რომ ანუ კომპასი რატო არა გაქვს აი ადამიანი და მიდის ქუჩაში ხო რაღაცა სიგარეტი რატო არა გაქვს ან რა ვიცი ტელეფონი რატო არა გაქვს ეგეც ხო უაზრო შარის მოდება მაგრამ აი რო გამორიცხო თეორიული ალბათობა რომ ადამიანმა რამე პასუხი გაქცეს ხო აი კომპასი რატო არა გაქვს აი ეგეთი ტიპის ის არის რა პრეტენზია არის აი ცოტა როგორ მომენტამდე მიდის იცი რომ მოდი რას შევთავაზებ იცი აი ამ ქართული ოცნების მხარდამჭერებს გაუკეთებ ეგეთ შეთავაზებას რა აი თქვენ ხო ამბობთ რომ მაინც თქვენი ბრალი არის აი შენ მომიყევი ახლა მე აი ამ პირობებში მე რა უნდა გავაკეთო ოცნების აღწერილობა რომ გადმოვწერე უბრალოდ და ოცნებას ხო აქვს პარტია დარეგისტრირებული ოცნების აღწერილობა გადმოვწერე ლოგო იგივე გავაკეთე და მე მეუბნებიან რომ ეგ ლოგო არ შეესაბამება აღწერილობას აი მან რა გავაკეთო მოდი მე თუ ვერ ყვევი შენ მომეცი ეხლა რჩევა ეგ პრობლემა როგორ აღმოუფხრათ თქვენ დაგვაკვალიანეთ ჩვენ ხო არ ვიცით თქვენ ხო იცით აი გვირჩიეთ აბა ხი ყველაფერს ხვდება და უბრალოდ ეხა ერთი სუბსტანცია რო აქვთ ეხა პირში ჩაგუგებული აბა ხო არ გადაყლაპავენ მაგას და რაღაცებს იგონებენ და მაგ ადამიანების მიმართ ეხა ვინც ასეთ ამას ყველაფერს ხედავს და მაინც ოცნებას ამართლებს მაგ ადამიანებს რა უნდა ელაპარაკოს საერთოდ მაგათთან კომუნიკაცია შეუძლებელია ჩვენ ეხა ხედავთ შემდეგ სურათს
აი ნაციონალური მოძრაობის მართლობის დროს რაც არ გაკეთებულა. ნაციონალური მოძრაობის დროს პარტიებს არავინ არ აუქმებდა. მაგალითად ოცნებას დაურეგისტრირეს. ხო, ოცნებას ჩვეულებრივად დაურეგისტრირეს და არჩევნებში მიაღებინეს მონაწილეობა. ნაციონალური მოძრაობა რო პირსისხლიანი იყო. რომელმა პარტიამაც შეცვალა ეს ნაციონალური მოძრაობა. ის ნაციონალური მოძრაობის დროს პარტიებს არ ახარვეზებდნენ და არავინ არ აუქმებდა. ეგეთი პრეცედენტი არ არსებობს. ეს ვითომ დემოკრატიული ოცნება, რომელიც ვითომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით რომ მოვიდა. ასეთ რაღაცებს აკეთებს, ასეთ ჩათლახობებს. ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა ძალასთან გვაქვს საქმე. რა უკანონო, უსამართლო და ყველაფერზე წამსვლელ ძალასთან გვაქვს საქმე. ოცნების სახით. და უყურეთ ახლა რა არის აქ. მოდით იმაზეც ვიზლაპარაკოთ, ახლა ეს გასაგებია. ჩვენი მაყურებლის 90% ამ შეფასებებში გვეთანხმება. ეხლა რა არის ახლა სტრატეგია ოცნების და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? გამოსავალზე ვილაპარაკოთ. საკითხავისა, რას აპირებთ ეს? სულ ესე დაგბლოკავენ? ამაზე ახლა თავის მართლება და ვიღაც ოცნების ვიღაც 200 ლარიანი გოშიების ვერაფერს ვერ დაუნდა. თუმცა მაგათაც პასუხებია გასაცემი იმისთვის, რომ მათი მორალური სახე ჩვენებმა უნდა იცოდნენ, კაცო, ჩვენმა მაყურებელმა და ვის სიმართლის მხარეს არის და ვინც წესიერი ადამიანია და პატიოსანი ადამიანია და ვინც სამართლიანი ადამიანია, იმათ ვაძლევთ აი ამ ობიექტურ ინფორმაციას. ბატონო, და სანამ გადავალთ რას ვაპირებთ, ვიტყვი იმას ორი სიტყვით და მაგაზე ჩემი აზრით კარგი იქნება ვილაპარაკოთ ცოტა დეტალურად, რომ ოცნება რას აკეთებს და რატომ აკეთებს ასეთი ფორმით ეგეც ავხსნათ. ოცნებამ ფორმა რანაირიც აირჩია, ეგ არის მნიშვნელოვანი, ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ანუ ფორმა არის როგორი. ეხლა რა თქმა უნდა, უშუალოდ ჩვენი ერთგული მაყურებელი ყველაფერს გაიგებს და ჩვენი ერთგული მაყურებელი გაერკვევა თუ რა უსამართლობასთანაც გვაქვს სახეზეა უსამართლობა. მაგას ყველა გაიგებს ჩვენი ერთგული მაყურებელი, მაგრამ ოცნების გათვლა სხვა რამეა. ოცნების გათვლა არის ძირითადი ისეთი აი მაყურებელი, ისეთი ამომრჩეველი, მოქალაქე, რომელიც ჩვენი ერთგული მაყურებელი არ არის, აი ყოველდღე რო ჩვენ გვიყო. შეიძლება ჩვენზე იცის, ჩვენ შესახებ ყველაფერი გაუგია, მაგრამ არ არის უშუალოდ ჩვენსგან რომ იგებს რაღაც ამა თუ იმ შეფასებებს, ხო? მასეთ ადამიანებზე არის გათვლა და გათვლა არის როგორი? გათვლა არის ის, რომ რაღაცა ხარვეზებია, არა როგორ გეკადრებათ თითქოს. როგორ გეკადრებათ აქ დემოკრატია, აქ ყველაფერი, ყველა კანონი დაცულია, უბრალოდ ხარვეზებია. ასეთი ფორმა მისცეს ამ ყველაფერს იმ ადამიანებს გაუჭირდებათ ამის გარკვევა, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ანუ ყველა ხო ჩვენ არ გვიყურებს, არა? არსებობს სეგმენტი, რომელიც თქვათ, ოცნების ტელევიზიებს უყურებს, არსებობს სეგმენტი, რომელიც საერთოდ იმ საპარლამენტო ოპოზიციას უყურებს და ასე შემდეგ. და ადამიანები, რომლებიც აი კონკრეტულად ჩვენსგან არიგებენ რაღაც, ისეთ ადამიანებს გაუჭირდებათ გაგება, ბევრი დაიჯერებს. ბევრი არასწორ ინტერპრეტაციას გააკეთებს, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ოცნება მაგას ყურადღებას აქცევს, ოცნება აქცევს იმას ყურადღებას, რომ ამას ისეთი ფორმა მისცეს, რომ ეს არ ჩანდეს, აი რასაც ჩვენ ყველანი ვხვდებით, რასთანაც გვაქვს საქმე, აი ხა მაგალითად კომენტარებში იწერება, რომ განუკითხაობაო და რა თქმა უნდაო და ოცნება ასე მოიქცევა სულ. ამას უნდა ხვდებოდეს გაცილებით მეტი პროცენტი საქართველოს მოსახლეობის. ანუ ჩვენი აქტიური მაყურებელი რა თქმა უნდა ამას ხვდება, მაგრამ ეხანდელი მოცემულობით კიდევ მეტი უნდა ხვდებოდეს, ეგ არის მნიშვნელოვანი პროცესი.
ჩვენ მაგალითად ეხლა ეს შედეგი, ეს მიდგომა რომ იქნებოდა, ამას ველოდით. ჩვენთვის არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. მაგრამ ამ პროცესს შევყევით და ამ პროცესის შეყოლა მნიშვნელოვან პროცესად ჩავთვალეთ, იმიტომ რომ ეს საკითხი თვალსაჩინოდ უნდა დადგეს ყველასთვის, რა გარემოება ქვეყანაში რანაირი მოცემულობაა ოცნების პირობებში და რა პირობებში უწევს ეროვნულ ძალებს ბრძოლა. იმიტომ რომ მთავარი ბრძოლის ხაზი ყოველთვის არის საინფორმაციო ბრძოლა. ოცნება ასეთ ფორმას იმიტომ აძლევს, აი რაღაც დახარვეზების ფორმას, რომ ანუ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს, ბევრი არ ჩაეძიება, ბევრი აღარ იკითხავს რა მოხდა